გამარჯობათ ქართველებო, მოგესალმებით. ბედნიერება და ჯანმრთელობა გქონოდეს ოჯახებში. მე არ მიმაჩნია ქართველად, ვისაც ერთობა არ უნდა საქართველოში. მით უმეტეს, როცა პრობლემა დგება და ქართული წესების, ტრადიციების, სუვერენიტეტის დაკარგვის დრო და ჟამი დგება. არ მიმაჩნია მე ეს კაცი, ან თუ პარტია, ან თუ გაერთიანება, რაიმე თუ კი მას ერთობა არ უნდა. ახლა რატო ვიძახი ამას? ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არაბიზაციას ეხება, ესე დავარქვათ რა. მთავრობა გვეუბნება, ეს არაბიზაცია არ არისო, ინვესტიციაო, მაგრამ მე არაბიზაციას დავარქვი. ამ არაბიზაციასთან დაკავშირებით, თუ კი საქართველოში ყველა პარტია, რომელიც ასე თუ ისე ეროვნულ სატელიტებზე დგას და ეროვნულად რაიმეს იძახის, ამბობს, აკრიტიკებს, ამ პოზიციაზე დგას, რომ აქ ჩვენ კარგავთ ყველაფერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უნდა გაიხსნას ყველასთან საერთო დისკუსია. ეს ბლოგერები იქნებიან, YouTube ბლოგერები, არეგისტრირებული პარტიები იქნებიან თუ ვინები იქნებიან, ერთმანეთში უნდა გაიხსნას დისკუსია, ერთმანეთში უნდა მოხდეს შეხვედრები, თემასთან სწორი მიდგომა, საუბრები. ისი არა, რომ ის სხვა არის, იმან მოატყუა, იმან მოგვატყუა, იმასთან ცადეთ და არაფერი გამოგვივიდა, ეგეთი რაღაც მე არ მიმაჩნია გამოსავლა. ყველამ უნდა გადავდოთ გარკვეულწილად რაღაცნაირად ჩვენი სიამაყე, პირადი სიამაყე ამ მოცემულ სიტუაციაში და იმ ადამიანებთანაც უნდა მოხდეს კონსოლიდაცია, თუნდაც რომლებიც რამოდენიმე თვის წინ ან რამოდენიმე წლის წინ გარკვეულწილად რადიკალურად ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენ შეხედულებებს. შეიძლება ისინი ეწინააღმდეგებიან გარკვეულ შეხედულებებს პოლიტიკურ მომავალში ან თუნდაც პოლიტიკაში, მაგრამ როცა ხდება იმის კონსენსუსი, რომ ეს ადამიანები ყველა ვიკრიბებით იმის გამო ერთმანეთთან, რომ ჩვენ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, საქართველო გვაქვს გადასარჩენი და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შესაბამისად, იქ ყველანაირი პირადი ინტერესები უნდა გადაიდოს, ყველანაირი წყენა უნდა იქნას დავიწყებული იმ მომენტში მაინც. ზოგადად საქართველოში, როდესაც შემოსევები მიდიოდა და როცა რაღაცეები ხდებოდა ისტორიულ მონაკვეთებში, ყოველთვის მოგებული ომის პირველი დამღუპველი ნაბიჯები იყო არაერთობა, უერთიანობა, ბევრის ღალატი და კი ვიტყოდნენ რაღაცა შეკრებებზე ერთმანეთთან, კახეთის, ქართლის მეფე და ასე შემდეგ და ასე მეფეები და თუ წარმომადგენლები და მერე საბოლოო ჯამში ყველა რაღაცა გარკვეულ ინტერესებზე იყიდებოდა. მე თუ მკითხავთ ჩემის აზრით, რადგანაც საქართველოს გადარჩენაზე არის მიმდგარი საქმე და სიტუაცია, უნდა მოხდეს პირველ რიგში აი ეს ერთობა, შეკრება, რაღაცა გარკვეულ კონკრეტულ ლოკაციაზე, ხალხის მოპატიჟება და ერთმანეთთან საუბარი. თუ კი იქნება შეთანხმება, რომ ჩვენ საქართველოს უნდა დავიცვათ და ჩვენც გავართ ერთმანეთის გვერდიგვერდ, ხატი უნდა დაიდოს, ხატზე უნდა დაიფიცონ, რომ მოღალატე და მატყუარა მანდ არავინ არ იქნება და თუ ვინმე რაიმეს მოიტყუება, იმას მერე პასუხისგებლობა მოუწევს როგორც ცხვირით და სისხლით
თავპირისპირობით ისევე ემითი რა ქვია პოლიტიკურადაც ესე რომ ვთქვათ რა ერთმანეთის ღალატი არ უნდა ხდებოდეს უნდა იქნას შეთანხმება და შეთანხმების საფუძველზე ყველა რავი ლიდერმა თუ ვისაც გააჩნია ხალხის ასა ვისაც მიყვება უნდა დაიფიცონ და უნდა იქნას საქმე ბოლომდე მიყვანილი. აი ეს არის სწორი მიმართულება. ისე არ ამგონია რომ რაიმეს აზრი ქონდეს. სანამდე ქართველი მტერს ყოველთვის ერთობის ეშინოდა. დგას ის მომენტი, რომ შიშის ფაქტორები მოდის ძალიან ბევრი. და მტერს ნუ აფიქრებინებთ იმას, რომ ჩვენ გათითოკაცებული ცალ-ცალკე ადამიანები ვართ და რაღაც კიდე რაღაცა ერთმანეთში გულში ხინჯები და რაღაცები გაგვაჩნია. მე მივესალმები სულ ყველას, ვინც ქართულად საუბრობს, ვინც ქართველია და ეთნიკურად აზერბაიჯანელი იქნება, მაგრამ განშტოებებით თუ მისი შთამომავლობით ქართველი იქნება კიდევ ვიმეორე. შთამომავლობა თუ საქართველოს ცხოვრობდი, კიდე სომეხი და ან და სხვა და სხვა. მე მივესალმებ სულ ყველას, ვინც ამ ერთობაში მიიღებს მონაწილეობას. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. და დიდი შერიგებას უნდა მოხდეს. უნდა შერიგდნენ, ჩაეხუტნენ ერთმანეთს, მოეფერნონ და უნდა დაიდოს დიდი რავი, ხელშეკრულება ხატზე, რელიგიურად და ასე შემდეგ.